მთხრობელი ბოროტმოქმედების თვითმხილველ პირს ეწოდებოდა ძველ საქართველოში, რომელიც გასამრჯელოს მიღების მიზნით აცნობებდა დაზარალებულს დამნაშავის ვინაობას და აუცილებლობის შემთხვევაში სასამართლო პროცესშიც მონაწილეობდა, როგორც ბრალდების მოწმე. ვახტანგ მეექვსი სამართლის 226 მუხლის მიხედვით. მთხრობელი იმას ქვიან, რომელსაც უნახავს თვალითა, როგორც მოუპარავს ან დაუმალავს. ყველა უამბოს, როდესაც ქურდი მოსამართლესთან მოიყვანონ და არ გატყდეს. პირს წამოუდგეს და მთხრობელმა გასტეხოს. თუ მთხრობელი დამნაშავეს გატეხდა, მას ჯილდოდ სამთხრობლო ერგებოდა. ცრუ მთხრობელს იმავე სასჯელს მიუყენებდნენ, რაც იმის ენით მართალ კაცს ედებოდა. ზოგჯერ მას ცემდნენ, ჯარიმას გადაახდევინებდნენ და ისე გააგდებდნენ. მთხრობელს უპირატესად ქურდებისა და ტყვეებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ იყენებდნენ. მთხრობელობას კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევდა საღვთოს წინახედისა და ხელმწიფის ორგულობის შემთხვევაში. პროექტი მზადდება უზენაესი სასამართლოს მხარდაჭერით.